მებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით თუ გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე. ჩაფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი, ვიზედაც გაინტერესებთ, არ არის აუცილებელი აქ რაღაც სასიყვარულო რომანტიული ასპექტით ყავდეთ ჩაფიქრებული და ვნახოთ გამოვა თუ არა კონტაქტზე მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ნახოთ აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე, გაშლა გვექნება 2 ვარიანტიანი და ნახოთ. გამოვა თუ არა კონტაქტზე პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და გამოვა თუ არა კონტაქტზე მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება. პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი. აირჩიეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. აირჩიეთ ვარიანტი. შეგახსენებთ ასევე რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ხო? გამოვა თუ არა კონტაქტზე მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში ჩაფიქრებული ადამიანი. ხმლების 4-იანი, გამოვა თუ არა კონტაქტზე? პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი შეყვარებულები, არკანი პენტაკლების 3-იანი, არკანი პენტაკლების ტუზი, კვერთხების პაჟი და თასების 10-იანი. იცით, მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი და გულწრფელი თქვენთან, როგორც ყოველთვის. შეხედეთ კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, აქ აშკარად იგრძნობა ის, რომ სიტუაცია ახლა თქვენ შორის არის ძალიან გაჩერებული, ძალიან დაპაუზებული, ძალიან შეიძლება ითქვას ერთფეროვანიც კი. და კონტაქტზე გამოვა თუ არა, ნახეთ ძალიან დიდი ალბათობით კი ბატონო გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე, მაგრამ რას მოგცემთ მისი კონტაქტზე გამოსვლა? რას მოგცემთ, იმიტომ რომ აქ მე საერთოდ ვერ ვხედავ იმას, რომ რაღაც სიტუაციის ცვლილება მოხდება ამ ადამიანის კონტაქტზე გამოსვლით. კი ადამიანი გამოვა კონტაქტზე კონკრეტულად იმ მომენტში გაგეხარდებათ, მოგიტანთ იმ მომენტში სიხარულს, ბედნიერებას, სიხარულს და ასე შემდეგ, მაგრამ იცით არაფრის მომცემი კონტაქტზე გამოსვლა იქნება რა. ნაკლებად ვხედავ აქ რაღაც სიღრმისეულ კომუნიკაციებს და რაღაც სიღრმისეულ კავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ასეთი არკანები ამოვიდა, აი არკანი შეყვარებულები, პენტაკლების 3-იანი, თასების 10-იანი. აქ უფრო ვხედავ იმას, რომ თქვენ იქნებით რაღაც ნოსტალგიურ ემოციებში, გექნებათ რაღაც იმის იმედი, რომ იქნებდა რამე შეიცვალოს, იქნებდა რამე მოხდესო. მაგრამ აი კონტაქტზე გამოსვლა, რომც მოხდეს, გავიმეორებ, მოხდება ძალიან ისეთი, აი არაფრის მომცემი იქნება რა თქვენთვის ეს კონტაქტზე გამოსვლა. კი რაღაცაზე მოილაპარაკებთ თითქოს, სხვათა შორის იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ ადამიანი გამოვა კონტაქტზე, მაგრამ გამოვა ფარულად, მაგალითად fake account-ით, ან რაღაც ასეთი ხერხებით. მაგრამ რაღაც სერიოზულობას აქ ვერ ვხედავ რა, მეგობრებო, პირდაპირ გეუბნებით. სერიოზულობას აქ ვერ ვხედავ, აქ ვხედავ იმპულსურ ადამიანს, რომელიც გამოდის კონტაქტზე, გამოდის ქრება, რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა. თუ თქვენ შორის არის რაიმე სახის კონფლიქტი და ნაჩხობრები ხართ მაგალითად, აქ ეს კონფლიქტი აუცილებლად მოგვარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა დანარჩენის კუთხით აქ რაღაც სიღრმისეულ კავშირს ან სიღრმისეული კავშირის დამყარებას ამ არკანებიდან გამომდინარე უბრალოდ ვერ ვხედავ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. ვინც ამოერჩიეთ ეს ქვა. მეორე ვარიანტი, თასების მეფე. შეხედეთ როგორი სიმბოლურია მეგობრებო, თასების მეფე და ვარდისფერი კვარცი. მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი გვაქვს. პირველ რიგში აქ აშკარად იგრძნობა ის, რომ აქ არის უმძლავრესი გრძნობები, უმძლავრესი ემოციები, კონკრეტულად თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანისგან. თუ თქვენ ხართ მამაკაცი და ჩაიფიქრეთ ქალბატონი, ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ძალიან მძლავრი ემოციები ამ ქალბატონის მიმართ. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათთან. არკანი სამყარო, არკანი პენტაკლების 7-იანი, არკანი ხმლების 5-იანი, არკანი კვერთხების 3-იანი. და პენტაკლების 8-იანი. შეხედეთ, პირველი ვარიანტის შემთხვევაში უფრო მეტი შანსი იყო პირდაპირ გეუბნებით. აქაც დიახ არის იმის შანსი, რომ კონტაქტზე გამოვიდეს ადამიანი, მაგრამ აქ უფრო მეტად ხედავ იმას, რომ შეხედეთ, აქ უფრო თქვენს მდგომარეობას მიჩვენებს რა. თქვენ ხართ რაღაც ისეთ შიშებში, რაღაც ნეგატიურ ფიქრებში ამ ადამიანთან დაკავშირებით. თითქოს გეშინიათ ძალიან ამ ადამიანის დაკარგვის.
და გასაგები არის თქვენი შიშები, მაგრამ ნახეთ, თქვენ ამ შიშით კრავთ ხელს ამ ადამიანს და პლუს ამასთან ერთად აქ თითქოს თქვენ ამ ურთიერთობაში ჩადეთ ძალიან ბევრი რესურსი, ძალიან ბევრი ენერგია და გულის სიღრმეში თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ ეს ენერგიები დაბრუნდება, რომ ეს ყველაფერი ანაზღაურდება, რომ თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რასაც იმსახურებთ, მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, ყოველთვის ყველაფერი ასე არ ხდება. ყოველთვის ყველაფერი ასე არ ხდება სამწუხაროდ. და მეცაც ვიტყვი, არასდროს არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ურთიერთობაში ჩავდე მე ენერგია, სიტყვაზე ვთქვათ, და იმედი მაქვს ეს ენერგია დამიბრუნდებაო, იმედი მაქვს სიტუაცია გამოსწორდებაო. თქვენთვისვე აჯობებს, რომ არ გქონდეთ ხოლმე ასეთი იმედები, რომ ადამიანი შეიცვლება, რომ ადამიანი რაღაც თავის დამოკიდებულებას შეცვლის. გასაგებია, რომ თავდაპირველად ადამიანი შეიძლება სულ სხვანაირი იყოს, სულ სხვანაირად გექცეოდათ, ბევრად უფრო თბილი იყო, ბევრად უფრო მზრუნველი, მაგრამ ახლა თუ ასეთი არ არის, ესე იგი საკუთარი რეალური სახე გამოამჟღავნა და კონტაქტზე გამოსვლას მე ვერ ვხედავ. გავიმეორე, პირველი ვარიანტის შემთხვევაში უფრო მეტი შანსები იყო. აქ კარგით, კიდევ დავამატებ არკანებს, პენტაკლების 10-იანი, კაცათიანი და აკაცათიანი, თასების პაჟი, კვერთხების 9-იანი. იცით, მეგობრებო, ძალიან ბევრი ენერგია გაეცით თქვენ ამ ადამიანში და ახლა დროა ამ ადამიანს მისცეთ იმის უფლება, მისცეთ იმის საშუალება, რომ თავად იმოქმედოს. მისცეთ საშუალება როგორ? თქვენ უმჯობესია არ გახვიდეთ მასთან კონტაქტზე, პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმუმ აქ სტორის ნახვა ან რაღაც ასეთი შეგიძლიათ გამოავლინოთ. მისი მხრიდან მომდევნო 1 თვის განმავლობაში ვერ ვხედავ კონტაქტზე გამოსვლას, მაგრამ სადღაც ბევრად უფრო გვიან, აი 3 თვის შემდეგ ან რაღაც ასეთი ვადის შემდგომ უფრო ჩანს რა კონტაქტზე გამოსვლა. მაგრამ აი შეკითხვა თქვენთანაც ისევე როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში რაში გჭირდებათ? რაში გჭირდებათ მეგობრებო? არაფერში არ გჭირდებათ. ძალიან ბევრი ენერგია გაეცით და ძალიან ბევრი ენერგია უხეში სიტყვას გამოვიყენებ აგახიათ ამ ადამიანმა. სულ ეს არის, მეც ვეღარაფერს ვეღარ დავამატებდი მეგობრებო.